რაში იხარჯებოდა საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საგანგებოდ შექმნილ ფონდებში მობილიზებული თანხები. პროკურატურის მიერ დაყადაღებული ფონდებიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აღიარა, რომ ის ფონდს ქველმოქმედების საფარქვეშ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გენერალურ პროკურორს მიმართავს მოხსნან ყადაღამის ფონდს და პირობას დებს, რომ არც ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. მოხსენით ყადაღა ჩემს ფონდს და მომეცით უფლება დავეხმარო ადამიანებს. მე ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას მაგ თანხიდან ერთი თეთრი არ გადაირიცხება პოლიტიკურ კონტექსტში. კიდევ ერთი აღიარებითი განცხადება გააკეთა გუშინ ადამიანის უფლებათა სახლმა, რომელიც ერთ-ერთია 5 დაყადაღებულ ფონდს შორის. ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ კანონდარღვევისთვის დაჯარიმებული 365 დემონსტრანტის ადმინისტრაციული სახდელი სრულად დაფარეს, რაც ადასტურებს ამ ფონდების მიერ კანონდარღვევის წახალისების ბრალდებას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 853,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს 100-მდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრება ქონების დაყადაღება და ჩვენ ვერ ვახერხებთ ახლა ამ ჯარიმების გადახდას, რადგან ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული. ამ ფონდების გარდა პროკურატურა კიდევ ნიკა გილაურის, პროფერითის, სირცხვილიას და ფონდი ერთმანეთისთვის გადარიცხვებსაც სწავლობს. გილაური მისი ფონდის დაყადაღებასთან დაკავშირებით ჯერ დუმდა. შემდეგ კი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ მის ფონდს დანაშაული არ ჩაუდენია. თუმცა გილაურის სიცრუეში თავად აქციის მონაწილე მამხილა. ყოველთვის გადავკეტავთ, რაც არ უნდა იყოს, ეს არ გაგვიჭირდება და უბრალოდ ეს ჯარიმები რომ მოგდის და გვაჯარიმებენ და უხარიათ ამ ყველაფრის ფონზე ყველა ძალიან კარგად ვნახეთ, რომ გუშინ დააყადაღეს ეს ფონდები, ვის იმედიც ჰქონდათ, მე პირადად ვის იმედიც ჰქონდა ფონდი. ეს არ არის ერთადერთი აქციის მონაწილე, რომელიც სწორედ ამ ფონდების იმედად არღვევდა კანონს. მას შემდეგ, რაც ფონდებს ყადაღა დაედოთ და დაჯარიმებულთა ნაწილი თანხების გადახდას ვეღარ ახერხებს, დახმარებას ახლა საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით სთხოვენ. გზის გადაკეტვის ჯარიმების გადახდას არ ვაპირებ კი იცით, ყველგან გავასაჩივრებ და ასე გავწელავ, სადამდეც შესაძლებელი იქნება. დიდი ალბათობით თვეები გაიწელება შეიძლება 1 წელიც, თუმცა ახლა მაქვს 5 დღე დარჩენილი ბოლო დაკავების ჯარიმაზე, აქეთ რომ მცემეს, ტვინის შერყევა რომ მქონდა, თითი რომ მომტეხეს, ნინო ენუქიძემ შენი ბრალი იყო და 4500 ლარით დამაჯარიმა. ამის გადახდაში მომეხმარეთ და მეც არ შეგაწუხებთ. ანგარიშებს დავწერ კომენტარებში. გუშინ მესამე ჯარიმასთან ერთად მომიტანეს პირველი სასამართლო დადგენილება, საიდანაც დაიწყო ათვლა და 7 დღეში უნდა გადავიხადო 5000 ლარი. მჯერა თქვენი გვერდში დგომის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ხელშემწყობი ფონდების დაყადაღების შემდეგ ფინანსურ დახმარებას ჯგუფ დაიტოვეს ადმინისტრატორი თავად ჯგუფის წევრებს სთხოვს. მეგობრებო, ყველაზე მეტად ეს მიტყდება ეხლა, მაგრამ მე სამწუხაროდ სასამართლოს დაჯარიმებული ვარ და გუშინ მომიბრძანეს დადგენილება. გასაჩივრების შემთხვევაშიც მაქვს ვალდებულება გადახდის, რადგან დაიტოვემ გადავწყვიტეთ, რომ შევითავსოთ დროებით ფონდების ფუნქცია, ჩემი ანგარიშის დაყადაღება არ იქნება ეხლა კარგი ამბავი. გადასახდელი მაქვს 5000 ლარი. ფონდების წარმომადგენლების განცხადებებს აღიარებით ჩვენებად მიიჩნევენ საჩივრის ავტორ ორგანიზაციაში. როგორც ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, კიდევ ერთხელ დაადასტურდა, რომ დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლები რევოლუციურ პროცესებს აფინანსებდნენ და ძალადობას ახალისებდნენ. ჟორჟოლიანის აღიარებამდეც ეს ფაქტი იყო, რომ ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, დანაშაულის ახალისებას, დანაშაულის ორგანიზებასა და ხელშეწყობას. ისინი იხდიდნენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ისინი პირდებოდნენ ფინანსურ დაზღვევასა და კომპენსაციებს ადამიანებს, რომლებიც წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩაიდედნენ კონკრეტულ დანაშაულებს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ჟორჟოლიანის აღიარებით კიდევ ერთხელ დაადასტურდა ფონდების საქმიანობის მიზანი, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება და სამართალდამრღვევი პირების მატერიალური მხარდაჭერის დაფინანსება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ფონდების ფინანსური რესურსების ძირითადი ნაწილი, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებას ხმარდებოდა, ეს პროკურატურის გამოძიებიდანაც ცნობილი იყო. რეალურად ეს რომ აღიარება ძალიან კარგად გაითვითცნობიერა ჩვენმა საზოგადოებამ, ამ აღიარების გარეშე ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით აქამდე სად იხარჯებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდიდან და არა მხოლოდ ამ ფონდიდან გაღებული თანხები, რომ ისინი რეალურად რადიკალებს და დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებდნენ საქართველოში. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მტკიცებულებით პროკურატურამ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტირებისას საზოგადოებას კარგად გააცნო, ისე რომ
მეტი არაფერი დარჩენია ნანუკა ჟორჟოლიანს თუ არა აღიაროს რომ არა რაღაცა კეთილ მიზნებს და ქველმოქმედებას რეალურად და რეალობაში არამედ სწორედ აი ამ მრუდე და მინჯურ მიზნებს ხმარდებოდა სამწუხაროდ აი ეს თანხები. შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდა ეთყობა საფუძველი რომ ეს ფონდები რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნისთვის, მათ შორის აქ გადატრიალება ზოგი აფინანსებს რაღაც სიგიჟეებს რა, USAID-თან ერთად, ხო? ხო და თუ ეს ასე დაწერა მართლა, ესე იგი ეს არის პირდაპირ აღიარება და აქ ეხა არავის არ უნდა გაუკვირდეს თუ რატომ მოხდა, თქვათ, ამა თუ იმ ფონდის დაყადაღება და შეჩერება. რა თქმა უნდა, ამ ფინანსების წარმომავლობაც საინტერესო არის, ეს ფონდები ხშირ შემთხვევაში შავი ყულობა იყო იმ რადიკალური ოპოზიციური პარტიების, ვინც ამ რევოლუციებს აფინანსებდა და აორგანიზებდა, იცით ამ ფონდების ძირითადი შემომწირველები, მაგალითად გავიხსენოთ გიორგი ბაჯიშაშვილი, რომელიც ბრალდებულია 11 წლიანი პატიმრობა აქვს მის ჯილდა, რომელმაც თაღლითურად დატოვა საქართველოს ტერიტორია. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურა გამოძიებას განაგრძობს. 5 ფონდის დაყადაღების შემდეგ საგამოძიებო უწყება მათ საქმიანობას და ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარია ბოლო 4 თვეში დახარჯულ 2 მილიონ ლარზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით საპროტესტო აქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის, პიროტექნიკის და ადმინისტრაციული ჯარიმების დასაფარად გამოიყო.